განმავლობაში. გამომცემლობებისთვის წელს ბოლოს შესაძლებლობაა მილიონამდე დასაწყობებული სასკოლო სახელმძღვანელოს ნაწილის რეალიზება მოახერხონ. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოებისთვის მომავალ წელს გრიფირების ვადა იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ წელში ეს წიგნები უკვე გამოუსადეგარი იქნება. გამომცემლობები განათლების სამინისტროს მოუწოდებენ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამისთვის საჭირო წიგნები ხელახლა არ დაბეჭდოს და მათი უკვე არსებული სახელმძღვანელოები შეიძინოს. ვიდევს 320,000 სახელმძღვანელო. მოქმედი სახელმძღვანელო, უფრო კარგად დაბეჭდილი სახელმძღვანელოები, ვიდრე ისინი ბეჭდავენ თვითონ. ჩვენ მზადა ვართ ეს სახელმძღვანელოები მივყიდოთ განათლების სამინისტროს იმაზე ნაკლებად, ვიდრე ისინი ბეჭდავენ ამ სახელმძღვანელოებს. თუ არ შეისყიდა განათლების სამინისტრო, ეს სახელმძღვანელოები გამომცემლობები დაურიგებენ ამ სახელმძღვანელოებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს ჩვენი ხარჯით ჩავიტან საქართველოში. და არა სექტემბერში და არა ოქტომბერში, როდესაც ისინი დაბეჭდავენ წიგნებს, არამედ სანამ ბეჭდვა დაიწყება. უკვე მე-4 წელია გამომცემლობები განათლების სამინისტროს იმ განაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამისთვის სამინისტრომ წიგნების სტამბებს დააბეჭდინა. გამომცემლობების შემოსავლის ძირითადი წყარო კი ამ დრომდე არარეალიზებული რჩება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, წლევანდელი სასწავლო წლისთვის საჭირო 72,000 სახელმძღვანელოს სწორედ გამომცემლობებისგან შეიძენენ. თუმცა წიგნების უმეტესობა წელსაც სტამბაში დაიბეჭდება, რისთვისაც დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. სტამბის მიერ შემოთავაზებული ფასი კონკრეტულ იმ სახელმძღვანელოზე და ვეულზე, რომელიც გააჩნდა ნაშთის სახით გამომცემლობას, თუ იყო თუნდაც 1 თეთრით მეტი, უნებრივია ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ გამომცემლობებზე. ამ გამომცემლებს, რაც ნაშთში აქვს, შესაძლებელი სახელმძღვანელოების და ვეულების ღირებულება შეადგინა 400,000 ლარამდე. შესაბამისად, სტამბების დასაბეჭდი ვეულის რაოდენობა არის 912,000, ხოლო სახელმძღვანელოს 968,000. ამასთან უახლოეს ხანებში მე-6 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოების შემუშავებაზე ავტორებისა და გამომცემლობებისთვის კონკურსი გამოცხადდება. თუმცა გამომცემლობებისთვის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესი მიუღებელია. ამჟამინდელ ხელშეკრულებაში სამინისტრო იტოვებს უფლებას, რომ ნებისმიერ დროს გამოიყენოს ჩვენი სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები და აბეჭდოს გადასცეს მესამე პირს, რაც რა თქმა უნდა ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის არაკონსტიტუციური, არის გამომცემლების საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების შელახვა. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ამოღება საჭიროებს ჩვენი აზრით, არის სწორედ ეს პუნქტი. არალოგიკურიც არის, რომ აი ამ 4 წლიანი დავის შემდეგ გამომცემლებმა ასეთი ტიპის ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი. სანამ საბოლოოდ გაერკვევა მილიონამდე დასაწყობებული სახელმძღვანელოდან, რა ნაწილის რეალიზება მოხდება, გამომცემლობების სამართლებრივ დავას აგრძელებენ. განათლების სამინისტროს მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი. გამომცემლების ზიანის ანაზღაურების სახით 14 მილიონ ევროს ითხოვენ.